მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია მხატვარი შოთა კლურჯიძე, მადლობა პირველ რიგში მოსვლის. მადლობა. და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ცვლილებებზე. ბატონო, იმ ცვლილებებზე, რაც ქართულ საზოგადოებაში და არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, მგონი ზოგადად ევროპულ და დასავლურ კულტურას განიცდის გარკვეულწილად მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. რაღაცნაირ ტრანსფორმაციას მე არ მოდი ჯერ შეფასებებისგან თავი შევიკავოთ, კაია თუ ცუდი, მაგრამ ფაქტია, რომ ეგ აღარ არის ის საზოგადოება, რაც იყო რამოდენიმე ათწლეულის წინ. ეს არის უკვე სხვა საზოგადოება, სხვა ფასეულობათა სისტემით, სხვა რწმენა წარმოდგენებით და შეიძლება ითქვას ანთროპოლოგიურადაც ცოტა განსხვავებული რაღაცა სახეობაც ხო შეეტყო. აი აქამდე პრინციპში ხა მე ისტორიკოსი ვარ და მინდოდა მომეძებნა რაღაც პერიოდი, სადაც აი ეს ქესის განსაზღვრაზე იქნებოდა ამხელა ენერგია ჩადებული, რაც თანამედროვეობაში მოხდა, ხო? აი ევროპელებს დასავლურ ცივილიზაციას საზრონო სივრცე ამოეწურათ, აღარ დარჩა ისეთი საკითხი, რომელზეც კონცენტრაციას გააკეთებდნენ, ხო? იყო იაპონური კულტურა, რომელიც სიკვდილისკენ იყო მიმართული, იყო სხვა კულტურები, უამრავი სხვა კულტურა იყო, ხო? ინდური კულტურა კიდე სხვა რაღაცაზე იყო, ბერძნული კულტურა ბედის წინააღმდეგ წასვლაზე და ჰეროიზმზე იყო მიმართული. ნუ თუ ამოიწურა ეს, იმდენად ამოიწურა ეს ყველა საკითხი, ნუ დარჩა მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემა, ეს არის რაღაცა გენდერული საკითხები. ისი რა, მე მგონი ეგ საკითხი რაღაცა მარადიულია და ყოველთვის იყო ეგ საკითხი. უბრალოდ ისი რა, ზუსტად იმიტომ რომ ასე ვთქვათ რაღაცა სხვანაირი განვითარება წავიდა იმის მერე, რაც აი დეკოლონიზაცია მოხდა სოფლიოსი, ხო? და ევროპული ქვეყნები, რომლებიც მთლიანად იყვნენ დაყრდნობილი ამ კოლონიურ იმაზე და ხო, და მათი კეთილდღეობა ფაქტიურად იყო სხვა ქვეყნების ხარჯზე, ხო, ნუ ქვეყნები არ იყო, მაშინ კოლონიები იყო, ხო? ხო, ნუ ძართვა, იცი რა, ეგეთი ისა ისინი სხვანაირად უყურებენ. მოდი ჩვენ შეფასებას კი ვიტყვით რა ხდება. ხო და შეფასება თავისთავად გამოვა აქედან რა. ანუ ძარცვა როგორ იყო? ძარცვა როგორ იყო ის აი ეს ცნობილი კიპლინგის ის რო არის, ხო? თეთრი ადამიანის ისა როგორ არის? ბრემერ როგორ არის ქართულად არის? ისა მე რუსულად ამბობ. პასუხისგებლობა. ხო, პასუხისგებლობა, ხო, ტვირთი. თეთრი ადამიანის ტვირთი. ის უყურებს ახლა ან იგივე თქვათ ამერიკის ინდიელები ამერიკა რო დაიპყრეს, ხო, ის უყურებს რომ ეს მოდის ადამიანი და გადასარჩენად. ეგ თემა ევროპულ ცივილიზაციაში მუდამ არის. ჩვენც მოვყევით ახლა მართალი გითხრა იმის გამო რომ ჩვენ მიმართ დამოკიდებულება არ ქონდათ გამომუშავებული და ჩვენ ვიყავით ნუ გარე პერიმეტრი ევროპული თქვათ ცივილიზაციის და ნუ გვამჩნევდნენ ძალიან ისეთ კრიტიკულ მომენტებში მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენს გვიყურებენ როგორც რაღაცნაირად გადასარჩენ ობიექტს ერთგვარად. ნუ ესეთი იდეოლოგია დამკვიდრებული, რომ უნდა გადაგვარჩენო. ხო, უნდა გადაგვარჩენო, ჩვენ ვართ ველურები და შესაბამისად ერთმანეთი რო არ შევჭამოთ. ხო, ეგეთი ის ხო იყო იმაში, მე მგონი ახალ ზელანდიაში თუ არ ვცდები, პარლამენტში შეიყვანეს ისინი, უკვე ადგილობრივი მაცხოვრებლები და იმათ რაღაც წარუყენეს რაღაც ისა რა, პრეტენზია რა, რომ თქვენ ესე დაგვიფყარეთ და ისა და ერთმა ვერ მოითმინა ვიღაცა ის სამხედრო ესეთ ინგლისელი იყო რა და უთხრა რომ ჩვენ რო არ ყოფილიყავთ ერთმანეთს ჭამდითო თქვენ. ხო, ანუ ეს კანიბალიზმი ხო იყო იქ რა გავრცელებული. ხო და ჩვენს ესე გვიყურებენ. ეხლა იმას თავისი მართლე აქვს. ის გიყურებს შენ როგორც ობიექტს, რომელიც კი შეიძლება რაღაც დაგჭაგროს კიდევაც და ასე შემდეგ, მაგრამ შენ გადაგარჩენს. ეხლა ეს დამოკიდებულება რაც ტრამპმა გამოაცხადა, ეხლა იგივე ვთქვათ გრენლანდიის მიმართ, ხო? გადავარჩენ, ხო, გერმანიას გადავარჩენ. გრენლანდიელი 50000 თუ რაღაცა ესკიმოსი, ეს ამათ უშველთ რა რაღაცა. დაუნიშნავთ იმას, რა ქვია. გრანტებს მივცემ. გრანტებს მივცემ, რაღაცას მივცემ და ხო და სხვათა შორის
გრენლანდიის რა ქვია ფაუნაზე და იმაზე უფრო ზრუნავენ ვიდრე ადამიანებზე ვინც იქ ცხოვრობს ხო და საერთოდ ეს ცხოველების მიმართ ეს რაღაც ზედმეტად ყურადღება და რაღაცას ეგეც დამახასიათებელია ეგეთი პროტექტორატის დამოკიდებულება ხო და ეს ხანდახან იღებს ძალიან ისეთ ფორმას რა კომიკურ ფორმას ხო ეს ხო რაღაცნაირად ღმერთის პოზიციის ხო მე ვარ ღმერთი სამყარო უნდა ისე გარდაქმნა როგორც მე მინდა ხო აქ არის რა თქმა უნდა ეს კალვინისტური ერესი ასე ჩვენთვის ერესი რომ ესენი არიან რჩეული ხალხი და შესაბამისად თეთრი ესე იგი პროტესტანტები ბუდისტ კალვინისტები გადარჩებიან და დანარჩენი ხალხი არც არის ღირსი იმისთვის ხო და შეხედულებაც თქვათ იგივე ინდიელების მიმართ ამ თქვათ შავკანიანების მიმართ ეგეთი ქონდათ რომ ეს საერთოდ ადამიანები არიან თუ არა ესეც საკითხი იდგა ძალიან დიდხანს 74 წელი 1974 წელი არის დიდი დრო ხო საუკუნეები არის გასული რომ იმაში ავტობუსში არ სვავდნენ და ასე შემდეგ ხო ცალკე პისაბანი ქონდათ და ხო პრინციპულად დასავლური ამ შემთხვევაში ანგლო-ამერიკული სამყარო რასისტული იყო ხო არა მხოლოდ რასისტული ხო რა თქმა უნდა და ეს ესე იგი რა ქვია ატავიზმი ეს შემორჩენილია და ხა მე არ ვიცი ხა მე გაკვირვებული ვიყავ რომ გაიხსნა ეს საბჭოთა კავშირი და პირველად მივიღე მონაწილეობა რაღაც კონფერენციებში თეატრალურში იმაში ყველანი გაკვირვებულები ვიყავით როგორ ველაპარაკებოდნენ ამერიკელები და ინგლისელები მასე როგორც მასწავლებელები ხო რაღაცა შენ გეუბნები ახლა მე რაღაცა ისეთ ელემენტარულ რაღაცებს გვიხსნიდნენ რომელიც შეურაცხყოფელიც კი იყო ჩვენთვის. აი ხა მაგალითისთვის მოვიყვან იმ კანონს, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი, ანუ მათი ესე დაჟინებული იმითი ჩვენ მივიღეთ. ხო? მე ვთვლი რომ რა თქმა უნდა დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით ადამიანის არ მიუღებელი. საერთოდ ქრისტიანულ კულტურას, ჩვენ ცივილიზაციაში. ხო? და შეურაცხყოფელიც კი არის, როცა მე მიწერს კანონს რომ მე არ უნდა დავჩაგრო ვიღაცა განსხვავებული ადამიანი თუ ასე შემდეგ, ხო? ჩემთვის შეურაცხყოფელი. აი, მოდით ესე ვქნათ. აი, ქართულ საზოგადოებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. და რაზე მინდა გავაკეთო აქცენტი? პირველი არის ქართულ საზოგადოებაში მე შემხედრია, აი, ნაციონალები და ზოგადად სააკაშვილი რომ მოეწონა მაშინ 7 ნოემბრის შემდეგ. და რატომ რომ აი რომ უნდა რომ იძალადონ ქართულ ხალხს. არის ეგეთი კატეგორია მინახავს. ხო, კი, როგორ არა. მინახავს კატეგორია, რომელსაც მიაჩნია რომ ეს კულტურა სადაც ის დაიბადნენ, იყო რაღაც საუკუნეების განმავლობაში ოკუპირებული, ქმნიან რაღაც ალტერნატიულ ისტორიას. ხო, ეგ გასაგებია. და თვლიან რომ ეხლა ჩვენ სიამდვილეში კი არ წყვეტებით ამ კულტურას, არამედ ის კულტურა რაც აქამდე იყო საქართველოში, ეს იყო ოკუპირებული თავზე მოხვეული კულტურა. და ამის გამო განთავისუფლდეთ და ხშირად მოყავთ მოსეს მაგალითი ხო, უნდა ვიაროთ 40 წელი და ასე შემდეგ. არის კიდე ერთი კატეგორია, რასაც ვხედავ, ანუ ესენი არიან აბსოლუტურად რაღაცა გამწარე გაბრაზებული ქართულ რაღაც საზოგადოებაზე. და თან ფიქრობ ხა მინდა რომ დავინახო იქით პოზიციიდან. იქნებ რაღაცა მართლა იყო ეგ სოციალური პრაქტიკები ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც მათ მართლა ჩაგრავდა რაღაცით და აი ამ დაგროვილმა ჩაგრავა, რომელიც თვითონ არ მოგვარდა, გამოიწვია ის რომ სადღაც საზოგადოების რაღაც ნაწილი დაგროვდა ეგ ჩაგვის ელემენტი და გააჩინა შურისძიების მომენტი. არა, როგორ არ იყო, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართ საერთოდ სისხლის სამართალი იყო. ხო და თქვათ ჩვენი ცნობილი რეჟისორი სერგო პარაჯანოვი მაგ სტატიით იჯდა ციხეში. ეგ მერე მოიგონოს რომ ვითომ დისიდენტი იყო და თქვათ რაღაცა. მე მარტო სექსუალურ უმცირესობას არ ვეხები, მე ვეხები აი რაღაც ადამიანის კატეგორიას. არა, ბევრი რამე იყო ეგეთი. ბევრი რამე იყო ამერიკულ საზოგადოებაში, ინგლისურ საზოგადოებაში. ის თქვათ დამოკიდე რემბოს მიმართ, ხო თქვათ ევროპულ ცივილიზაციაში ესევე იდევნებოდა ეს ყველაფერი. ანუ რეალურად
ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ იგივე ვთქვათ, ლიბერალიზმის ეს ხელის გადახაზვა, ხო? და თქმა რომ ლიბერალიზმმა რა მოიტანა, რეგრესი მოიტანა, სისულელე, იმიტომ ლიბერალიზმმა რასიზმი დაამარცხა ფაქტიურად. ვერ დაამარცხა ბოლომდე, ჩვენ როგორც ვიზარდ. გარდაქმნა კულტურული ხო, ნუ რა, კულტურული რასიზმი, ნუ ყოველ შემთხვევაში ის არ არის ეგეთი მძაფრი. ხო? და დაამარცხა ფაშიზმი, ხო? მაგრამ მე ისეთ ჩიხში შევიდა, რომ მას არ ქონდა საზრისი. მე მგონი ახლა საერთოდ ჩიხია მაგხრივ. საზრისის ძიების პერიოდში არის კაცობრიობა რა. აი, ნახეთ, არის ესეთი მომენტი, ხშირად სვენია კრიტიკა და თქვენც დაგისვათ, არის კონსერვატიზმის კრიტიკა, აი ტრამპის კრიტიკა. ხო. ძირითადად ისინი აცხადებენ, რომ წარსული ძველი ამერიკას დაბრუნება უნდა. ხო, მაგრამ ამერიკა great again სიტყვა ხო, რა თქმა უნდა არის. მაგრამ თუ კი იმ ამერიკამ გამოიწვია ეს ამერიკა. ეს უბრალოდ დროში უკან დაბრუნება ხომ არის, რომელიც იგივეს გამოიწვევს. ახლა მე მაგას ვიზახი, რაღაც ჩვენ რას ნიშნავს, რომ სადღაც დაბრუნდა ისე, რომ იგივე გზით აღარ წახვალ. ხო, აი ხა წარმოიდგინე შენ, რომ თქვა დაბრუნდე, ჩვენ ახლა ისე უყურებთ, რა რაღაც ვითომ თითქოს არაფერი არ არის. იგივე ეს განცხადებები, რომ შოკის მომგვრელი იყო, ხო, ტრამპის რა. ახლა ჩვენ იმის გამო, რომ ჩვენ ახლა გატანჯული ვართ ამ ლიბერალურ იმით რა. გვიხარია, ხო. ხო, რომ გვიხარია და რაღაცა, მაგრამ მან მეორე მომენტია, რომ კაცი აცხადებს ძალის იმას რაღაცო დოქტრინას რა გეუბნება რომ მე ბევრი ისა მაქვს ფული მაქვს თუ ბევრი რაკეტა მაქვს და მე ამიტომ შენზე მაგარი ვარ ის შეთანხმება რაც იყო სოფლიოში რომ ჩვენ თანაბრები ვართ ხო აი იგივე კიპლინგსა ხო მე და შენ ერთი სისხლისა ვართ ხო ეს ქრისტიანული საწყისია რა ადამიანში რომ ტერტულიანი როგორც ამბობდა რომ ადამიანი იბადება ქრისტიანად ხო ქრისტიანობაში გულისხმობდა რომ ადამიანი იბადება კეთილად ხო თავისი მისი შინაგანი არსი არის კეთილი ხო და თუ ჩვენ გვინდა დაბრუნება ჩვენ უნდა დაბრუნდეთ ამ შინაგან კეთილ არსთან იმის და მიუხედავად ის დამოკიდებულებას არასწორია მაგაში ვეთანხმები ბევრ ნუ კრიტიკას რომ თქვათ შენ მარტო შენ ცივილიზაციის იმაზე იყო და თქვა რომ მუსლიმია ეს მეორე ხარისხოვანია ამას შემდეგ ხო აი მე ესე უყურებ ყოველ შემთხვევაში ნუ იაპონიაში რო იყო მუსლიმები იდევნებიან ხო და მაგას ინდოეთში ის ცნობილი ის რა ქვია შირაღდნები ხო ეს საშინელი გენოციდი განიცადეს. და ნუ ბანგლადეშის ამბები და აი ეს კონკრეტული კრიტიკა ეხება სწორედ ამას, რომ თქვენ რო უბრუნდებით თქვენ ტრადიციებს. აბრუნებთ რაღაც მომენტში გენოციდებსაც, აბრუნებთ რეპრესიულ აპარატებსაც, აბრუნებთ ბევრი ისეთ რაღაც. მე ეხლა ვცდილობ რომ ლიბერალის პოზიცია მოვირკო. მეც ეგრევე ვცდილობ კი არა მე რეალურად მე ვამბობ კიდევაც რომ ლიბერალი ვარ უბრალოდ არავის არ ჯერა მე არა ვარ ვცდილობ რომ არ ვიყო ლიბერალი შემთხვევაში მაგრამ ანი რატომ არის თქვენი კონსერვატიზმი კარგი დამისაბუთეთ რატომ არის თქვენი კონსერვატიზმი კარგი რომ ეროვნულზე აკეთებთ აქცენტს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ესეთ დადებითი მომენტი და ამას პასუხის გაცემა ჭირდება ხო რა თქმა უნდა ეროვნული ძალიან ყველასთვის ჰიტლერიც მაგას მოგიყვანა ხო ეროვნული მიდის ფაშიზმამდე ხო რაღაც მომენტში თუ იმას არ აქვს რაღაც ზღუდეები თუ იმას არ აქვს ზუსტად ის ზღუდეები რომელიც არის თქვათ მორალი გინდა ქრისტიანული გინდა ნუ კაცობრიობის მორალი რა თუ ჩვენ უმორალო კაცობრიობაში ვაპირებთ ცხოვრება სადაც ძალის პრიორი არის ხო და მე მაგ ბევრი რაკეტა ხო ან სმიტ-ვესონის იმაში რომ მე უფრო მაგრა ვისური ახლა ჩვენ ხო მოგწონდა ეს კაუბოური ფილმები თუ რაღაცა რომ რა მალე იღებს ამ იმას რა ქვია პისტოლეტს და უფრო მაგარი ბიჭია ხო ანუ მივალთ იქამდე რომ ეს იქნება თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ველური ადამიანი და კულტურის ფუნქცია ხო თუ აპარაკობთ კულტურაზე რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით საერთოდ ერის ფორმირებაში და ადამიანის ფორმირებაშიც ზუსტად ის არის რომ ნაკლები ხორცი ვჭამოთ ასე ვთქვა და ნაკლებად ველურები ვიყოთ ხო და ამას კულტურა ნახერხებს ან ვერ ახერხებს
ხო, ყოველთვის ნაკლებობა ამის, რა თქმა უნდა. და ადამიანების ეხლა ვერ იტყვი, რომ იცი რა, რატო არის ესეთი პოზიტიური ისე რომ კულტურული ადამიანი, რაღაც ცუდად ხერ შეიძლება ეს კაწრავს იმას, მაგრამ რაღაცნაირად ეს კულტურული ადამიანი არის ადამიანი, რომელიც ვიღაცას რაღაცის გამო არ დაჩაგრავს. აიგე? რომელსაც შეუძლია დიალოგი, რომელსაც წამს სიტყვის რაღაც მოგვარების იმის, ხო, ანუ რომელიც არ არის, როგორ თქვა, ძალის პრიორიტეტის ისა, გადაგებები. მაგრამ თავისთავად ესეთი ადამიანი, კულტურული ადამიანი, როდესაც იგნორს უკეთებს არსებულ რაღაცა მიწიერ კონფლიქტებს. არა, რა თქმა უნდა, შენ უნდა გაითვალისწინო. ახლა აქ უკვე სხვა რამაზე გავდივართ. მოდი ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე, თუ ვლაპარაკობთ საზოგადოებაზე. სახელმწიფო მართლობა შეიძლება ძალიან ჩვენთვის არასასიამოვნო იყოს, იმიტომ რომ იმის გამო რომ ეს ინსტრუმენტი შეინარჩუნოს, რაც ერისთვის არის სახელმწიფო. მე ინსტრუმენტად ვთვლი ამას. ადამიანებმა მეგობარმა თქვა ერთხელ, რომ დააკვირდიო სამ მუშკეტერშიო ადამიანები, რომლებიც ლაპარაკებენ სახელმწიფოზე, უარყოფითი პერსონაჟები არიან და ადამიანები, რომლებიც სიყვარულზე ლაპარაკობენ, ისინი დადებითი. სიყვარულს გაასარჩენად იკრიბება ის 4 მუშკეტერი, ხო? ხო და ის მილედი და ისინი სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ. ხო? აი აქ გადის ზღვარი რაღაცა. არ შეიძლება ამ სეგრეგაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ სახელმწიფო ინსტრუმენტია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა პირველ რიგში და ამაში ვიცხოვროთ კომფორტულად. ჩვენ ყოველდღე ვლოცულობთ, ვამბობთ, რომ ესე იგი, რა ქვია, მთავრობას და მხედრობას, ესე იგი, ვლოცავთ, ხო, ვლოცულობთ მათზე რა, რომ ჩვენო ნორმალურად ვიცხოვროთ, ხო, ამ სამყაროში. რაც გულისხმობთ კულტურის შენარჩუნებაში? რისი შენარჩუნება, აი, ვიღაცა მოვა და გეტყვით, აი, რა გინდათ კონკრეტულად, რისი შენარჩუნება გინდათ? ხო, ნუ მოდი, აი თქვათ, ჩვენ ძალიან გავამარტივოთ ეს, იმიტომ რომ ძალიან რთული რამეა, კულტურა ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. მე საერთოდ მგონია, რომ მწვერვალია. ადამიანის, რა ქვია, ცხოველ მოქმედების, ასე ვთქვათ, მწვერვალი. საერთოდ ყველაფერი იმისთვის არის, რომ იყოს კულტურა. ხო, ეს არის კულტურის განსაზღვრება შესაინტერესო. ნუ ჩემ იმას მოვიყვან დეფინიციას. ანუ ადამიანს რო შეეძლოს საკუთარი თავი დაინახოს, საკუთარი თვალებითვე, მას ჭირდება კულტურული ბაზა ამისთვის. კულტურული ბაზის გარეშე ადამიანი უუნაროა დაინახოს, სამყაროს უყურებდა საკუთარი თვალებით. ჩვენი ქართველების პრობლემა მგონია, უკვე წლებია, რომ ჩვენ ქართული თვალებით ჩვენ თავსაც კი არ უყურებთ. ჩვენ უკვე სხვისი თვალებით დავიწყეთ ჩვენი თავის ყურება. ხო, ნუ იცი რა, ეგ ყველა კულტურას ემართება. ახლა, როდესაც არაბები შევიდნენ ესპანეთში, თქვათ, შეიქმნა უზარმაზარი კულტურა არაბული, ხო? რამას მე ესპანურ კულტურასთან ერთად წარმოშვა ის, რაც ჩვენ ვიცით და რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემს, ხო? ანუ ეს კულტურების შერევა ყოველთვის ხდება. ნუ იქ პოლიტიკური იმებით, რაღაც პრობლემები და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ რეალობა ის არის, რომ კულტურა მაინც არის საბოლოო პროდუქტი. და უმთავრესი პროდუქტი იდენტობის ადამიანის. შენ რო კითხო ვინ ახარ, ხო მეტყვი ქართველი. ეხლა შენ დნმ-ი რო გავაკეთოთ, შეიძლება მე სპარსელი აღმოჩნდეს შენ რაღაც ქართველი ხარ, იმიტომ ქართულ კულტურაში გაიზარდე ქართულ როგორ თქვა, კულტურა არ მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ რომ შენ რაღაცა ტელევიზორში უყურებ ან კინოს, ხო? შენ იდენტიფიკაცია ხდება იმის გამო, რომ შენ ქართველი ხარ, იმიტომ რომ შენ ქართულ კულტურაში გაზრდილი ადამიანი ხარ. და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ კულტურაში გაიზრდება, რა გვარიც არ უნდა ქონდეს და სისხლიც არ უნდა ქონდეს, ის არის ქართველი. აი ხან ნახეთ თანამედროვე ქართული დისკურსი. ერთი მხარე ამბობს, რომ მეორე მხარე არ არიან ნამდვილი ქართველები, ისინი არ არიან ევროპელები, ისინი რუსეთუმეები არიან. მეორე მხარე ამაზე ამბობს, რომ ესენი გადაგვარებული ქართველები არიან, უსამშობლო
ჩვენი პირველი ორივე ხო ძალიან საშინელი ის არის. მაშინ ესე იგი არა შეთანხმება იმაზე რა არის. ეს დიქოტომია ხო ყველაზე ცუდი რამე. ანუ რეალურად ადამიანი გაცილებით უფრო რთულია, ხო? ვიღაცა ჩემგან ელის იმას და ყოფენ, აი ჩემი ახლობლებიც კი გონიათ რომ მე თქვა რახან არ ვარ ქუჩაში გამოვარდნილი, ამიტომ არ რა თქვა რუსი ჩელაბინსკელი და ასე შემდეგ, თქვა ხო? და მეორე ნაწილი თქვა თulis რომ არა ვარ საკმარისად ჩელაბინსკელი თუ ასე. ხო, ანუ რეალობა ადამიანი უფრო რთული რამ არის და ზუსტად კულტურა არის ის რაშიც ეს ყველაზე მეტად როგორ ვთქვა განხორციელებულია, ხო? მე არ ვიზახი რომ კულტურას ქმნის მარტო ადამიანი რომელიც მუშაობს მხატვრად ამ მწერლად ან ასე შემდეგ, ხო? კულტურას ქმნის ნებისმიერი ადამიანი თავის გარემოში, თავის კულტურულ სივრცეში. ამიტომ ეს კულტურული სივრცე რაც უფრო მცირდება, აი ის არის ფილტრი, რომ ნაკლები იყოს ხორცისმჭამელები, ან მტაცებლები სამყაროში. არ არის მარტო ჰუმანისტური იმით კულტურა. არა, ჰუმანისტური კი არა, პირიქით. ხშირ შემთხვევაში პირიქით ახლა. ხშირ შემთხვევაში ეს არის რა ვიცი. ესე რეპრესიულია. ხო, შეიძლება. კულტურას აქვს თავისი რეპრესიული ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაგას ვიზახი, რომ რეალურად როდესაც აი ხა ყველაზე ისეთი რამე ვთქვა, ჩვენთვის ქრისტიანული საწყენი, ხო? რემბოს ისა რა ქვია, ისა პოემა იმაზე, რა ქვია, გემზე. ხო, ცნობილი სახე, რომელიც ანტიქრისტიანული და ასე შემდეგ. ეგეთი რამე რო არ ყოფილიყო, ის კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი. იმიტომ რომ ღმერთის უარყოფაც მნიშვნელოვანი რამეა, იმიტომ რომ ეს ზუსტად ამტკიცებს ღმერთის არსებობას, ასე ვთქვათ. და რეალურად კულტურა, ამიტომ არ შეიძლება ეგრე, ეხლა აი ბევრი იძახის, რომ რაღაც შენ იქით მხარეს ახარ, სახელმწიფო ამას რატო აფინანსებს, ესენი უნდა ყველანი დაეჭირო და ასე. თქვენ ბოდიში, ანუ ეხლა მაგალითს მივიყვანეთ. საუბრობთ იმას, რომ კულტურამ არჩევანი უნდა დატოვოს. რა თქმა უნდა. თუ არჩევანს ტოვებთ, მაშინ ხო იმასაც ტოვებთ, რომ ვიღაცას არ უნდადეს ეს კულტურა. რა თქმა უნდა. და გამოჩნდა ადამიანთა ნაწილობრივად რაღაცა კულტურის დიდი ნაწილი არ უნდა. ეთნოგენეზი ხდება ხანდახან ეგრე. ეხლა მე ერთხელ დავწერე, ვიხუმრე და დავწერე, რომ უკვე ჩამოყალიბდა მეთქი ახალი ეთნოსი. რომელსაც დროშა სხვანაირია, რელიგია სხვანაირად იცმევენ, სხვანაირად საუბრობენ, მე არ მესმის ნახევარი. აიგე? და ეთნოგენეზი მოხდა და გაჩნდა ახალი რაღაცა ნაცია, ვთქვათ. ეს მართლა ხდება სამყაროში. ეხლა რომ ისა თუ გინ ვთქვათ გენეტიკური ანალიზი გააკეთო, ვთქვათ, ხორვატების და სერბების, ვერანაირ სხვაობას ვერ ნახა. ენაც ერთი აქვს. წარმოშობაც ერთი აქვს. და თვითონაც იციან. თვითონაც იციან ეს, ხო? მაგრამ სხვა ერია უკვე. უყურე რა მომენტი მოხდა? ანუ რაღაცა მომენტში, როდესაც კათოლიციზმი აირჩია ხორვატების, ანუ სერბების ხორვატულმა ნაწილმა, სერბულად ხორვატი ხო იცი რას ნიშნავს? გარბატი რუსულად ქვია, ანუ მოხრილი რა, რომელსაც თავი დაუხარა თქვათ კათოლიციზმს. აი მან მოხდა გაყოფა და განხეთქილება. ჩვენ შეიძლება მივიდეთ აქ ამ სიტუაციამდე საქართველოში და ამ სიტუაციას ხო იცი მან თავის მოწამეების შეჭდებიან ამ შემთხვევაში მე ხედავ ამას დღევანდელი პატიმრები ხო პოლიტიკურა სინდისის პატიმრები თუ რა ის იმ ადამიანებს მე არ ვიცი რა ხა ვიღაცა იძახის რომ ანგაჟირებულია და ფულს აძლევს USAID და ამიტომ მე ეგრე ადვილად არ უყურებ ამას მეც არ უყურებ ეს ხო არ არის ეგრე მე მგონია აქ არის ძალიან ფუნდამენტური რამ ხო საქართველოში ორი პოლიტიკური ერი არსებობს ხო აი მივედით მაგამდე ხო და ეს ორი პოლიტიკური ერი არსებობს პარალელურად როგორც ახლა ამერიკაში გაჩნდა ორი ამერიკის ერად ჩამოყალიბება ჯერ ვერ მოხდა ვთქვათ მაგრამ მაინც არის ამის ნიშნები ხო ამერიკელი არის ამერიკელი ახლა ის განსხვავდება მაინც
თქვათ სხვა ადამიანის. და შუთა გამოსავალი მე აქედან არის რამოდენიმე. პირველი ისა სეპარაცია, როდესაც ერი იყოფა. რაც პრინციპში იუგოსლავიაში მოხდა. კი. მეორე, არა, იუგოსლავიაში მოხდა, მე მანამდე გაიყო. როდესაც ესე იგი ხო. მეორე ეს არის პრინციპში რაც ხდება მართლობის ღამეს, როდესაც ერთი ანადგურებს მეორეს. აჰა. ეგეთი ნიშნებიც შეიძლება დავინახოთ. და მესამე არის, როდესაც იქნება რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მეგა ნარატივი, რომელიც ამ ორ დაყოფილ რაღაც ჯგუფს რაღაცნაირად აერთიანებს ამ ერთ უფრო მაღალ ნარატივს. ხო, ჩვენ გვაქეგა თითქოს, მაგრამ აი ეს მთავარი რაც იყო შემკრები ამისი და ეს იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მე არ ვიძახი რომ მარტო მართლმადიდებლებს ეხებოდა. აქ ძალიან დიდი როლი ჰქონდა ჩვენ პატრიარქს და მე ხა მაგალითად რაღაცა რომ მოხდა აღარ მახსოვს რა ცოტა ცუდად მოიხსენიეს პატრიარქი თუ რაღაცა და მე გამოცხადდა რომ წირვაზე მოდითო ყველანაირ სამებაშიო და მე და ჩემი მეგობარი დავდექით და მაგმარს მიუყევით მანქანამ შორს გავაჩერე იმიტომ რომ ბევრი ხალხი წავედოდა და გზაში მოდის მივდივარ და ვიღაც ახალგაზრდები მოდიან ესეთი ჰიპსტერული შეხედულების რომ ეხა მრევლს არ გვანან ესენი ეკლესიის ისეთ ხო და ჩემი მეგობარი მევხარ ნახე მეთქი რაღაცა და არა ეგენი ეხა ეკლესიაში არ მოდიან ნაუშნიკების რაღაცა ჭრელი საცნობები და იმითი და ბოლო ვიარეთ და შემოვიდნენ ეკლესიაში ისინი გაიგე ხო და ეს გამაერთიანებელი ფუნქცია ქართულ ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა რა. და აი ხა იმ მხარეს რომელიც გამოსულია ლექციებზე. ხო. ამ გამაერთიანებელი იდეით შეკრა. ისი რა ბევრი ის უნდა იყოს. ეგრე არ არის შეიძლება ხა იქ ვიღაც საერთოდ არ ყოფდეს და ათეისტი იყოს და ასე შემდეგ. შეიძლება აქეთ ამ მხარესაც იყოს. მე მგონია ათეიზმის პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც რაღაც თავისებური ეკლესიაც გააჩინეს, რაღაც თავისებური სასულიერო პირების გაუჩნდათ, რაღაც ხო, არა, ეგ ალტერნატიული ეკლესიის გაჩენის ცდილობა არის. ხო, ეგ ყოველთვის არის ერესი ხდება, რაღაცა ისე განხეთქილება რო ხდება. ახლა იმაში საბერძნეთში ხე მართლმადიდებლური 4 ეკლესიათ არის გაყოფილი. ეგეთ რამე ხდება. მაგრამ აი ხა მაინც ხა დიდი ისენი როა, ხო? დღესასწაულები ჩვენ ვდგევარ და ერთ-ერთ ვეზიარებით, ხო? და იქ მე არ ვიცი და ალბათ ძალიან ბევრი არის ხალხი რომელიც რაღაცა იმ მეორე ნაციას ეკუთვნის ხო? ვთქვათ რომელიც ხა ჰიპოთეტიურად ვიძახს რომ ნაციად ხალხი ხო ტერმინია ბატონიშოთასი ხო უკროიბერები ხო ყვითელ ფონზე ლურჯი ჯვრები თუ რაღაცა ხო თუ დავარ საინტერესოა ამ ყველაფერში ესეთი მომენტი. კი, ყველა საზოგადოებას ახლა დასავლეთში რაღაცნაირად თითქოს მართლობრივი პოლიტიკური ერია ყველგან გაჩენილი. ყველგან აბსოლუტურად. ამერიკაშიც ეგრე. ხო, არ არსებობს მე მგონი დასავლური საზოგადოება, ევროპული საზოგადოება და ნუ ევროპაში გულისხმობ შეერთებულ შტატებსაც, სადაც ესეთი ორი საზოგადოება არ არის. მაგრამ აქ არის კიდე ერთი ესეთი მომენტი, მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ კონტექსტში ამას ემატება ესეთი რამ აი რაღაცნაირი გაუცხოება თაობებს შორის. რადიკალური თან გაუცხოება თაობებს შორის. არა, ესე რა მე არ ვიცი შენ ამდენად ვიცი, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს კვლევა. კაი ხანი კი გავიდა, დიდას არ მგონია იმის მე შეცვლილიყო რა ისა. და კვლევამ ძალიან სხვანაირი შედეგი დადო, რომ 83% საქართველოს მოსახლეობის და ეგ ძალიან დიდი პროცენტი. ნუ დაახლოებით ერთ იმაზეა რა. აქ არის ერთი საშინელება, რომ ყოველთვის ერეს რატო ეძახით? ერესი ეფუძნება ტყუილს. ხო, ერესი შეიძლება პოლიტიკური იყოს, შეიძლება იყოს რელიგიური და ასე შემდეგ. ერესი რაში მდგომარეობს? ერესი მდგომარეობს იმაში, რომ შენ ადამიანს ატყუებ, ეუბნები, რომ ეს არის რუსი, ეს არის მტერი, ეს ნუ აი ხო იცი რა, ნუ ჩამომათვლენებ, ხო რა იმებსაც ეპიტეტებსაც და იმასაც ამკობენ ერთმანეთს. ის მეორე მხარეს, აქეთ მხარეს, ხო? და გლობალურად პრობლემა იმაშია, რომ ეს არ ტყუილი. შესაბამისად ერესი.
ჩვენ თუ სიმართლეზე ვისაუბრებთ, ჩვენ თუ გავარჩევთ ამ იმას, ხო? რა ხდება, რატო ხდება, როგორ მივდივართ ამ დაპირისპირებამდე, ხო? მაგრამ მანდ არის ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. ხო, ეხლა მოდი ყველაფერში მტრის იმას ნუ დავინახავთ, ჩვენი პრობლემაც არის იგა, ხო? თქვათ, კი, გეხმარება ყოველთვის ვიღაცა გარედან რომ რაღაც განხეთქილება იყოს, ხო? მაგრამ ერთი მომენტი არის, რომ ამ რეფლექსიის და ერთმანეთს მოსმენის და დიალოგის კულტურა ნოლი. ხო, ანუ ეს იერესი რომ დასრულდეს, ხო, დიალოგი არის აუცილებელი. რატო არის ხა ვთქვათ დიალოგის კულტურა, რატო გავიდა ჩვენი იმიდან, ხო? ეგ ძალიან საინტერესო რამეა. ახლა ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ღრმათ არ შევიდეთ ამ ამბებში. პირველი დაპირისპირება რომ მოხდა და სამოქალაქო ომი იყო თბილისში, დიდი ქართველი მსახიობის ინა კვერენჩხილაძესთან სახლში შემოფრინდა ტყვია. და მისი შვილი იქ იყო რა, როცა ეს ხდებოდა და დაინამო უკლეთ პანიკა რომ ბავშვი არ მოხდა, რაღაც ხო და ტყვია შემოფრინდა და ნუ აი ბავშვზე იმოქმედა ამან და მე ბავშვმა იკითხა რომ რატო რა ხდებაო და ისურიანო და რატო ისურიანო? ხო და ქალბატონმა ზინამ უთხრა რომ იმიტომ წიგნებს არ კითხულობენ და კბილებს არ ეხეხავენ. აიგე? ანუ დიალოგის კულტურა ისეთივე კულტურაა, რატო ვიძახარ კულტურა მნიშვნელოვანია, ხო? თავარი. დიალოგის კულტურა ისეთივე კულტურაა, როგორც და კულტურა ძალდატანებით ფენომენია. შენ როცა ეუბნები რომ შენ იცი რა თავისუფალი ხარ, რაც გინდა ის გააკეთე. აიგე? და მე მინდა გახდა ეს. მე ესე ვთვლი, მე ესე ვგრძნობ. აი თქვათ რაღაც აბსოლუტურად ჩემთვის გაუგებარი, შეიძლება ვიღაც შემომედოს, მაგრამ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ რომ გაჟონა. ხო? მე ვერანაირი არგუმენტი არც ერთი მხრიდან არგუმენტი არის. ამაზე საუბარი გაგიგია შენ რომ აი დაждდნენ და გადაწყვეტს. გაჟონა და ამ გაჟონვა რა გამოიწვია, ესე იგი რაღაცა ეს გაჟონვა რაღაცა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხო? არა, ხო. ხო და ამაზე არ იყო. არაფერი მე ვერ გავიგე, იმათ არ დაუდიათ არანაირი არგუმენტი რომ ამ გაჟონვამ რა გამოიწვია. ხო? ეხლა ეს ჟურნალს კიდე თუ შეწყდა ამის. ხო, აი არ ვიცით, ხო, ლაკა დარჩა ის რომ გაჟონა თუ აორთქლა თუ რა, ანუ შეიძლება ვიღაცა გაბრაზდეს რომ მე ამაზე ვხურობ, იმიტომ რომ მას ამ გაჟონვაზე აქვს აგებული რელიგია ეს გაჟონვა, გაიგე? ეს გაჟონვისტები და ხო რაღაცა ის არის და ის გაბრაზდება მაგაზე როგორ იცინით ასო გაჟონა ნამდვილ მე ვადასტურებ რომ ალბათ გაჟონა არ ვიცი ჩემსაზე არ დამიხედავს მე რომ ჩავაგდე ის მაგრამ ალბათ გაჟონა დაწყნარდით დაჟონა მაგრამ გამაგებინეთ ამ გაჟონვამ რა გამოიწვია ხო ხო აი ეს ხო და აი ეს ელემენტარულ რაღაცაზეც არ არის დიალოგი და ეხლა ის რომ მე ეს გარდა იქნა რაღაც ვამპუკას ვეძახით კულტურაში არის ეგეთი ისა რა ვამპუკას ეძახოდნენ ძალიან ცუდი გემოვნების სპექტაკლს ხო ესეთი ის იყო გრაფ ორლოვის იმაში დაიდგა რაღაც სპექტაკლი ვამპუკა აფრიკის მეფის ქალიშვილი თუ რაღაცა და ის საშინელება იყო შემორჩა როგორც ცუდი გემოვნების ისა რა ხო და ამ ვამპუკას რო უყურებ რას არგუმენტები არ მე ვნახე რაღაცა დებატები უნდა ჩავატაროთ იმაშიო ტელევიზიაში ვიფიქრე არ იქა ბიჭო რა კაი რამე მოხდა და გამოვიდნენ ბიჭო აქეთ მხარეს ეს გიჩი და იქით მხარეს დიკამელია თუ ვიღაც ხო მე ეგეთი უბედურება თუ მენახო ცხოვრებაში მე ვიყო უნამუსო კაცი რა ხო და ეს არის დებატები აი სხვადასხვა უნდა ითქვას რომ აი გილზე ერთი რაღაც უნდა ითქვას თუ ვინმე აწარმოებს რაღაც დებატებს საკუთარ იმაში ერთმანეთში არა იწევენ სხვებს სხვადასხვა იწევენ გასაგებია მაგრამ არა სხვა ოპოზიციური ტელევიზიები არ იწევენ არა ხო არა ვიცი რომ დაბლოკილი ვარ რამოდენმე ტელევიზიაში ზუსტად ვიცი და ნამდვილი შენა მეც და შენ რატო შენ რომელი ისახარ მე ხო არა უბრალოდ იმას არ ვამბობ რაც მათ უნდათ ეს არის ლოგიკა ეგ წარ
ზოგადად ხო, ეგ ხო მედიის ეგ ხო რა არის, ეგ ხო კულტურის ნაკლებობა. აი ახლა ბევრი ის გამოაქვეყნეს, რომ რა კულტურა არის ორნაირი. არის თანხმობის კულტურა და არის უთანხმოების კულტურა. უთანხმოების კულტურა არ ჯამდეს კულტურა დავარქვათ. მე გრძნობ ესე მგონია, რომ ჩვენთან წარმოებს უთანხმოება. ანუ ჩვენთან ძალიან დიდი რესურსები, ყველა მიმართულებით იდეება, არანაირი შეთანხმება არ მოხდეს. თორე ანუ მე ხოც რა დავარქვი მაგას ყველაფერს. ცილისწამების თავისუფლება. ხო, თანხმობის კულტურა არის, იგი რაღაცას ყოველ შეთანხმდა რომ ობიექტურად კი შეიძლება თქვა რომ ფარდობითია ყველაფერი. ეს რელატივიზმმა ვაფშე საერთოდ სოფლიოში უბედურება მოიტანა, იმიტომ იძახიან რომ არ ვიცი ეს კაია თუ ცუდია რა. როცა საყრდენი წერტილი არ არის, საიდან შეიძლება უმზირო რაღაცას, ხო? რაღაც კოორდინატების ბადე რაღაცა, მაშინ ყველაფერი რელატივ გაუგებარია ყველაფერი. ჩვენ რაღაცაზე ხოლმე შევთანხმდით რომ x და y აქ იკვეთება და ეს არის წერტილი საერთოდ. საინტერესო თქვენ გქონიათ დიალოგი, აი ისეთი ანგაჟირებულ ადამიანთან ეხლა რომელიც კი როგორ არ მქონია. აი რამეზე შეთანხმდით? ხო, აი მაგას გეუბნები რომ მივდივართ იქამდე სადაც იწყება ისტერიკა. აი რაღაცა ეტაპამდე მივდივარ და მე იწყება ისტერიკა. და აქედანაც ვერ ხედავ მე ძალიან ისა რა ქვია გონიერ მიდგომას მართალი გითხრა რა. აქაც რაღაცა ნუ აი რაღაცა ცოტა რო გეღიტინება ესეთი ეპითეტებით რაღაცა ისა და უსამშობლო და ისა და რაღაცა და ხო ნუ აი მე დაბალი ძალიან დაბალი კულტურა ხო და კულტურის ნაკლებობა ვიწევს რაშიც ვართ მე სხვას ვერაფერს ვერ ხედავ. იცი რა აი მაგალითად მეორე მხარე იტყვის და ალბათ დასამართლიანად რომ აი ხო მიგაჩნდათ რომ იყავით კულტურულები. როდის? საბჭოთა კავშირის პერიოდში და ასე შემდეგ. იმ ადამიანებმა რომლებიც კულტურას ქმნიდნენ, რომლებიც რა ვიცი, წერლები, რეჟისორები ასე შემდეგ. ხო. იმება დაუწოს ერთმანეთს სროლა და ისინი ვერ შეთანხმდნენ მაშინ თავის დროზე. ხო და ეხლა თქვენ ითხოვთ ჩვეულებრივი ვიღაც ახალგაზრდებისგან რაღაც ისეთ კულტურას მომისმინე რომელიც მეკითხავთ არ მიიღეს ამე. აი ახლა ამ ჭიქაში არის ალბათ ნამდვილად არის ბაქტერიები ხა თან გამოაცხადეს. რაღაცა დაბეძურებული. ხო და ამ ჭიქას თუ კარგად არ ეს ფილტრი თუ არ ძალიან ცოტა ბაქტერიების რაოდენობა იმდენია რომ იღუპება რა ორგანიზმი რომ დაღები მას. თუ ახლა ცოტათია ეს ბაქტერიები მაშინ ეს შეიძლება კიდე ამ ჭიქის დალევა. კულტურა, ზუსტად ის ხალხი, ვინც კულტურას ქმნის, ვის აზრის ქმნის, ხო? ეს იქნება რაღაც სპეციალურ ადგილებში. ნუ ხა წინათ საკრალური ადგილები ერქვა ამას, ვთქვათ, იგივე ათენის ისა, ვთქვათ, არეოპაგი და ასე შემდეგ, ხო? და ეხლა ამას, ნუ ბევრი ადგილები აქვს, მაგრამ ამას ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამის არიან მოწოდებულები, კაცო. და ეს მე საკვები უნდა რაღაცნაირად განაწილდეს ამ იმაზე, რომ დაფილტროს ეს წყალი. თორე მე ვიღებთ აი ამას, რასაც ვხედავთ. გაიგე? ამიტომ მე ხა აი მარტივ მაგალითს გეტყვი, კაცო. მახსოვს აი ცხონებული გიორგი შენგელაიამ ძალიან წარეთ ისაუბრა საუბრობაზე რა. და აღმოჩნდა რომ არავინ არ დაიცვა ეს. იმიტომ კი არა, კაცო, მე იმას კი არ ვიძახი რომ რაღაც ყველაფერში ვეთანხმებოდი, მაგრამ გიორგი შენგელა იმხელა კულტურული საზრისი შემქმნელი კაცი იყო ქართულ კულტურაში, რომ ყოველ შემთხვევაში მე დავჯდებოდი და აი ამ მის თქვათ ამ გამოსვლაზე ვიფიქრებდი რატო თქვა გიორგი შენგელაამ ესე. იმას ვერ იტყვი რომ გიორგი შენგელაი ახლა უგუნური კაცი იყო და ესა რა ქვია, ანუ რაღაც ჭკუიდან გადავიდა და იმიტომ გააკეთა ეგ არა. ან იგივე არ ფიქრობს იგივე ვთქვათ ჩვენ საზოგადოება რატო გამოვიდა კრიტიკულად ოთარ იოსელიანი რამდენჯერმე პოლიტიკოსების მიმართ. ესე აი ობიექტურად რო ავიღოთ, ადამიანს რომელსაც არ მოწონს ეს რეალობა, ხო, სამართლიანია. იმიტომ რომ არ უნდა ესეთი რეალობა, სადაც ესეთი პოლიტიკური კულტურა არის, სადაც ესეთი ურთიერთობა არის, სადაც ხო არც ესე სამართლიანი, მოდი ესე ვთქვა, სოციალური გარემო არის. და შენ იცი რომ მე მეგობრები მყავს, რომლებიც იქად განანენ გარეთ.
და ძალიან ნიჭიერი და კარგი ხალხი. აიგე? და გული მისკდება, რომ იმას თავში რამე არ მოხდეს. მაგრამ ნახეთ ლეგიტიმაცია რატომ ეკარგება ამას. შენ რომ პირობითად ნიკა მელიას გვერდზე ხარ და იცავ რაღაცას. ეგ ჩვენი საუბარია. აი ჩემი და იმ ჩემი მეგობრების საუბარი სულ მაქამდე მოდის. მე ვეუბნა შენ მანდ როგორ დგეხარ. აიგე? მე ვეუბნები რომ შენ როგორ გიკადრება ამ ადამიანების გვერდზე დგომა. და მეორე მხარეს რას ხედავ? ურე რომ ძალიან საწყობთ რომ ნიკა მელია და ესენი აქადგან. მაშინ ამ სეპარაცია ვერ ხდება, გაიგე და ეს არა თვითონ ხო არ გახლედ ჩავენ ამას. შენ თუ პასუხისმგებელი მოქალაქე ხარ. მაგი უთხარი მე. ხო. აიღე და ისა ცუდი სიტყვები უთხარი რა, გააძევე ისინი εκεί. აი ეს აქციის მონაწილეები ხშირად ამბობენ რომ ჩვენ არა ვართ მიშისტები, ხო. მიშისტები. მოდი რა, მაშინ გამიჯნე ერთმანეთისგან რომ აი ეს აქციაზე მე არ გამიკეთებია, ესენი გააკეთეს. ხო, ვიღაცებმა. მე მე არ ვიყავი. პროვოკატორები. მე მოვითხოვ ამას. ამ პარტიების გარეშე. ხო და ვერ ახერხებენ ამას. ურე, აი ხა აქ მეორე რაღაცაა. აი ხა ძალიან მარტივი რაღაცაა, რომ ჩვენ ნორმალური მიდგომიდან რომ შევხედოთ. ესენი ვერ ახერხებენ ამას და ამიტომ ჩვენ ამათ წერთ ამათში. ანუ რაღაც სამართლიანად ხო რა მეუდგე რა. შეიძლება რაღაც ესეთ დონეზე ვერ დახვალ, როდესაც თავი შედეგია. ანუ თუ ისინი ის ხარე გაიმარჯვეს, ის შედეგი დადგება. არა, გაიგე. ჩვენ ახლა ისე რას ვიზახეთ, სტალინის იმას გამოთქმას ვიმეორ, თქვა თუ არა კაცმა არის ის, რომ ლეს რუბეტე შეფკილი წატო, გაიგე? მაგრამ ის შეფკი შეიძლება იყოს შემქმნელი უდიდესი ქართული კულტურის. ან რაღაცა მაგარი მეწაღე, არ ვიცი რა, ადამიანი, კარგი ადამიანი. გაიგე? ამის სეპარაცია ამ ნაგვიდან სეპარაცია ამ ნორმალური ადამიანების ჩვენი ყოველ ჩვენთაგანის ვალია. არ არის ეგრე. რომ ისე ესენ მაშინ მიშის და შენ მაშინ შენ ვერ გამოეყავი იმას, მაშინ მიშის. ეს მართალია. ეგრე არ შეიძლება ეგრე. რომ ესაც ხელს უწყობს უთანხმოებას. ხო, და მე მგონია რომ იმათაც აწყობთ ეგ რა. მშვენიერი ის არის რა. ვისთან ერთად განან მორჩა ამბა. მე მქონია მე თვითონ შეიძლება უნდა გადამელახა ესე. აი ის რო იყო. ამ თავრობის დროს მოხდა ის რო აფეთქეს ისე რა ქვია საღდრის. და წავედი ისა რა ქვია რა. აქცია ვიღაცამ გამოაცხადა არ მახსოვს და წავედი კულტურის სამინისტროსთან რომ მეთქი როგორ აფეთქეთ ასე. დამხდენი იქ ეს ნაცები და დავინახე თუ არა და მოვუტრიალე და წამოვედი. არ ვიცი მე სწორი მოვიქეცი რომ წამოვედი. აიგე? თუ უნდა ეს წიხლით გამეგდო ეს ნაცები იქიდან. გესმის რა? ესენი როგორც გიენები სარგებლობენ და ისინიც არ უშლიან ამას. ეხლა აგერ 50 კაცი არის დაჭერილი, არც ერთი პოლიტიკოსი არ არის დაჭერილი. ეგ არ არის ფაქტორი. ნუ ნიკა მელია დაიჭირეს განთავისუფლეს მართალია, მაგრამ ყველა რომელი იცი როგორი სიტუაცია? ხო. რომელი არ დაჭერილი? ხო, ნუ ცივი სამოქალაქო ომის ლოგიკა სრული დატვირთვით მოქმედებს. ამაში გეთანხმებით, რომ შეიძლებოდა რაღაცნაირად ურთიერთობის სხვა ფორმების მე იმას კი არ ვამართებ. შენ ახლა იმას პოლიციას რომ დაბუგავ იქა. ხო? რა თქმა უნდა, მიიღებს. ხო, ახლა შენ ახლა მსახიობი ხარ თუ ის ახლა ეს არ არის ინდულგენცია რომ მე იცი რა ლამაზ ბიჭი ვარ თუ რაღაც კარგი ოჯახიდანა ვარ თუ რაღაც. თუ გააკეთებ ამაზე პასუხისმგებელი უნდა იყო არა ხა შენ 16 წელს რო იყო ალბათ კანონი სხვანაირად მოქმედებს. იმაში აბსოლუტურად მოყვებით რომ კომუნიკაციის ფორმები ხელისუფლებას მთელ რიგ მიმართებაში არ უარგა. საზოგადოებასთან დაკეტილია. საზოგადოებასთან ურთიერთობას გულისხმობ. და შეიძლებოდა სხვა ფორმებიც. მაგრამ როდესაც შენ გადართული ხარ იმ პოლიტიკაზე რომ უნდა გაანეიტრალო ეს ძალები. ეს ძალები არა სუსტი ძალები. მე გეთანხმები. ეს არის გარედან დაფინანსებული, ორგანიზებული, სხვა ქვეყნის ინტერესების მატარებელი ძალებია. აი ამ ესეთი ლოგიკიდან მე ხშირად შევხედრი ესეთ რეალობას რომ აი ეს
გვერდითა ეფექტები აღარ ჩანს. გვერდითა მოვლენები აღარ ჩანს. ისი, შენ როდესაც ხარ გაცხარებული და რაღაც ბრძოლაში ხარ და რაღაც დეტალებს არ უყურებ. მე ხა უფრო ადვილად უყურებ ამას, იმიტომ რომ როგორ გითხრა რა? დისტანცირებული. ხო, დისტანცირებული. ხო და უფრო და საყრდენი წერტილიც მაქვს რა. ანუ რელატივისტი არა ვარ. ანუ რაღაცა წერტილიდან უყურებ. ხო და ეს წერტილი არის ჩვენი კულტურა და ქრისტიანობა. ხო და აქედან გამომდინარე მე ვიზახი რომ ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ახლა შეიძლება ძალიან ჩემ თავზე ბევრს ვიღებ. მე მაგალითად მიხაილ ყაველაშვილის ადგილზე ამ როლს ვიკისრებდი. დაიგე? და დაველაპარაკებოდი. მე ვთვლი რომ ეგ აუცილებელი. ეს სეპარაცია აუცილებელია. ხო და ის მომენტიც ახლა მოდი რა თქმა უნდა მე ინსაიდერი არა ვარ. მე ნახევარს არც ვიცნობ ქართულ ოცნებაში ვინც არის ხელისუფლებაში. ნახევარს კი არა ალბათ ძალიან ორ კაცს ვიცნობ რა. თეატრალს ვიცნობ რომელიც ჩემთან ერთად იბრძოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ. ხო? მე მაგალითად მგონია რომ მე არც მაქვს უფლება ახლა ეგრე მარტივად შენი არგუმენტებიდან გამომდინარე. ვილაპარაკო, ბიჭო, დაელაპარაკო რაღაც. მე იმიტომ რომ რეალობა ის არის რომ მე არ ვიცი იქ რა ფაქტორები მოქმედებს. გარედან, იმიდან. იქ შეიძლება შენი ოჯახის სიცოცხლეზე იყოს და ეგზისტენციალურ საკითხები იყოს. მე არა მაქვს მაგის უფლება რომ ადამიანს რომელიც ხელისუფლებაშია უთხრა რომ ბიჭო რატო არ აკეთებ ამას? არ არის ეგრე. ძალიან რთულია. მაგრამ თუ შესაძლებელია უნდა გააკეთონ ჩემი აზრით რა. და რაღაცა მომენტში ხელისუფლებაში ყოფნა თავგანწირვასაც გულისხმობს. არა, ხელისუფლებას როდესაც გულისხმობთ. ყოველთვის არის ხედვის წერტილი როგორც თქვენ. ხო, მე დარწმუნებული ვარ რომ მათ შორის მეც რაღაცებს ვერ ხედავ. იმ სოციალურ რეალობაში სადაც მე ვცხოვრობ. ხო. ესე ვერ ხედავენ კონკრეტული პოლიტიკოსები რაღაცებს. მათ არეალში რაღაც ინფორმაცია ხო, საზრით ატყალიბდება. უყურე, ეხლა ჩვენ რას ვლაპარაკობ? ჩვენ რეალურად არც მე არა ვარ ხელისუფლებაში, არც შენ. ხო? მე ძალიან მორიდებლად ვამბობ, რომ მე ესე ვიზამდი. მე რაღაც საზრით ვაყალიბდა, შეუძლია იმან რომ ჩემი საზრისი გამოიყენოს. არა, ნახეთ, მე სხვა რამეს ვამბობ. მე ვსაუბრობ იმას რომ ეს იმის პრობლემა ხომ არ არის. რომ ზოგადი სურათის უბრალოდ იმ სოციალურმა სივრცემ, სოციალურმა მედიამ არ მოგცა ზოგადი სურათის დანახვის საშუალება. და იმდენად ყველა მხარეს თავისებურად გაყალბებული აქ ეგ რეალობა. რომ უბრალოდ ლაპარაკს აზრი ეკარგება, იმიტომ სხვადასხვა სოციალურ რეალობებში ცხოვრობთ. იმდენად იზოლირებული ვართ ამ სოციალურ რეალობებში, თან გვიწყობს ხელს Facebook-იც, გვიწყობს ხელს ბაბლებში, ყოფნაც გვიწყობს ხელს. ყველაფერი გვიწყობს ხელს იმისთვის, რომ იზოლირებული ვიყოთ, ხო? რომ დაიკარგა იმის გაგება, რომ არსებობს შენი სოციალური რეალობის მიღმა კიდე სხვა რეალობა. რა თქმა უნდა. არა, მან მეორე რაღაცა რომ შენ რო 13 წლის განმავლობაში მაშინ 12 წლის ბავშვი იყო, როცა მოხვედი ხელისუფლებაში. კი, თქვა ცუდი იყო ეს მიშას, ხო? ის ხელისუფლება. 13 წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვალა. განათლების სისტემაში, კულტურის სისტემაში არაფერი არ შეცვალა. და 13 წელიწადში მიეც საშუალება იგივე ეხლა აგინებენ იმას. USA-ს 1 წელია. ხო? მაგამდე ესე იგი ხმარო ამოგეღო შეიძლება დაეჭირე. ვიღაც. ხო, გაიგე? ეხლა თქვენს რომ კოვიდი თითქოს ის იყო, რა ქვია. ხო, ესაც არის რომ ეხლა გაჩნდა პრინციპში რესურსი. ხო, ხედავ, მე ამიტომ არ ვაკრიტიკებ მეთქი, იმიტომ მე არ ვიცი რა იყო. მე არ ვიცი დაიბარებდნენ იქ და ეუნებონა ესე გააკეთებდა, იმიტომ აკეთებდნენ. მე ხო არ ვიცი. მე ეგეთი ინსაიდერი არა ვარ, მე ხა მართლა გარედან უყურებ ამას. მე რო თქვა პირველ პირებთან მქონდეს წვდომა და ველაპარაკებოდი. ისინი ალბათ ნუ ახლა თუ რაღაც ჩემს მიმართ აქვთ იმის ის რომ სანდო ადამიანი შეიძლება ეთქვა ჩუმად რომ იცი რა შოთა მაწვევიან იქიდან აქედან რაღაც. კარგით, მოდით ესე ვთქვათ, ხელისუფლება როგორ ფიქრობთ ეს საკითხია. აი ჩვენ დონეზე, საზოგადოების დონეზე. რატო ვერ მოიძებნა მაგალითად იმის საშუალებები? აი ხშირად არის ლაპარაკი რომ აი მთელი განმავლობები ლიბერალებისა, განათლების სისტემა ლიბერალებისა.
ძალიან ბევრი ისეთ ბიზნესმენს ვიცნობ, რომელიც არ ეზიარებს და ანტილიბერალური განწყობებისა. რატომ არ დებს ეს ხალხი ან ფულს ან ენერგიას იმისთვის, რომ ალტერნატიული მე ვიცი ხალხი. მე ხა ჩემ მეგობარია ლეონ ვასაძე, რომელიც აკეთებდა ამას. და სკოლა აშენა უნიკალური. ხა მე რეკლამას არ ვაკეთებ, მაგრამ ეს არის სხვა ხედვა ქვეყნის. ან მე მასშტაბებს ვამბობ, ანუ ხო, მასშტაბი შეიძლება ხა შენ თუ სოროს უპირისპირდები, მინიმუმ გჭირდება ქართული სოროსი. ქართული სოროსი. არ არსებობს ეგეთი. იმიტომ რომ ჩვენი ქართული სოროსი იძახოდა რომ მე სოროსი მე ვიყავიო. ხო იძახოდა მას. ვიზინა ივანიშვილი ამბობდა რომ ის თქვენ რო გეკონათ სოროსიო, მე უხდიდი ამათ ხელფასი. მე ხო, ეს ხო, ეგ ხო იყო. ხო, მაგრამ მე სხვა კონტექსტი იყო და იქ. რა კონტექსტი იყო? იქ იყო ხელფასების კონტექსტი. ხო, ხელფასის. პოლიციას და იმებს უხდი და პირდაპირ აშენდა. არა მხოლოდ პოლიციას, ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ ეგ ზნეობრივი უპირატესობა რითიც ის მოვიდა ხელისუფლებაში. და სერიოზული ზნეობრივი უპირატესობა ქონდა მას. ეხლა ნელ-ნელა ეს მიდის ძალიან მინუსში. თუ ვატყობ. მე ვატყობ ამას. თუ ეს და არა, თუ ეხლა ჩვენ გადავდივართ იმაზე, რომ აქ უნდა რაღაც ხო, როგორ არის? აი ბორის გოდუნოვში არის რა. რომ ბორის გოდუნოვი იძახის, რომ მე ესეთი კარგი მეფე ვარ და ხალხმა მე მაინც ვერ გამიგო და მაინც ესე იგი ბისნუიშისა ნაროდი ხო და მე ფინალი ის არის ნაროდ ბიზმოსტუით. თუ გახსოვს ხო? მე ის ხალხი ის ვეჩეა თუ რაღაცა მას ეუბნება რომ შენ ხარ ისა რა ქვია ბავშვის მკვლელი გაიგე თუ რაღაც კარგი აი ესე იგი ეგ ტრაგედია რა ესეთი აი ბოლოსკენ მივდივართ დროც ხო ცოტა დაგვრჩა აი საბოლოო ჯამში ემარტივად რო თქვა და მოკლედ თუ არის შესაძლებელი აი ამარსებული შეხიდან ახლა სადაც ვიმყოფებით. არის ქვედა დონეზე გამოსავალი თუ ბაზდამეთ რაღაც ესე გლობალური უნდა მოხდეს. ისი რა გადაილახოს ისე და უნდა მოხდეს ბოლოს შეტაკება ნათელსა და ბნელს შორის რომ მე ახალი მიწა და ახალი ზეცაი. შეტაკება ხო ყოველ წამს ხდება. ხო, არა, ეხლა უყურე როგორ ფიქრობ მე ვფიქრობ ესეთ რამეს. აქ ერთი დიდი პრობლემა კიდე წინააღმდეგობები ხო ისეაც გარედან იქიდან ბევრია და კიდე ერთი პრობლემა გაჩნდა რომ სისტემა რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში იმისი რა ქვია პოლიტიკაში მოსulis ან პოლიტიკური ქმედების გახდა გართულდა რა მხრივ ეს ჯინის ინდექსი თუ რა ქვია მას ხო ხო არის და არის დიდრებს და იმას შორის ძალიან დიდი სხვაობა საქართველოში ნუ რაღაც 16 თუ რაღაცა რა და საკმაოდ დიდი ის არის რა სხვაობა 16 ჯერ ხო ყველაზე უთანასწორო სახელმწიფო ხო ყველაზე არა არის აი რეგიონში 60 და რაღაცას არსებობს ა რეგიონში ვამბობ ხო რეგიონში ხო და აქედან გამომდინარე უყურე როგორ რამეა და მოხდა ეს ჩემი ტერმინია სინდისის მონეტიზაციის პროგრამა ასე ვთქვათ ხო და ეს სინდისის საყოველთაო მონეტიზაციის პროგრამა მოიტანა ის რომ ეხლა შეუძლებელია რომ ისეთი ადამიანი ვიღაც მოსწონს თუ არ მოსწონს მე ვიტყვი რომ მე ვიცნობდი და როგორც იყო ნოდარ ნათაძე პოლიტიკაში ვეღარ მოხვდა ხო იმიტომ რომ მაგას ჭირდება რაღაცა რაოდენობის ფული მაშინ არ იყო ეგრე და ეს არის საშინელი ამბავი თუ გინდი იმ ახალგაზრდებს რომელსაც შეიძლება უნდოდეს სეპარაცია იმ ნაგვიდან სადაც დგანან იმათ საშუალება არ აქვს რომ პოლიტიკური გინ პარტია გინ რაღაც მიმართულება რაღაც შექმნა და თავისი აზრი გამოხატონ ანუ რეალური პრობლემა არის ოპოზიციის ნორმალური ის კი არა ეხლა ვიღაცა რა ქვია 25 მილიონს დახარჯავს და რაღაც უნდა შესაძლებელი იყოს პოლიტიკაში შენ სიტყვის თქმა და მაქსიმალურად შემცირებული ეს. გინა თუ არა პარტიული უნდა იყოს. თითქოს ხო? ეს ძალიან ზღუდავს. ახლა მე მაგალთ არანაირი შანსი არ მაქვს. ჩემი თქვა ჩემნაირ ადამიანს არანაირი შანსი არ აქვს რომ მოხდეს პოლიტიკაში. თქვა ისე ვიზახე მე სულ არ მივისწრაფ მაგეთკენ, მაგრამ ისე ვიზახე რა წარმოედგინე რომ მაჟორიტარული არჩევნები რო ყოფილიყო მე თქვა შეიძლება უფულოდ რაღაცა გამეკეთები. ეხლა ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ აუცილებლად პარტია უნდა შექმნას.
ეს ხო კიდე ერთი წინაღობაა, რომ ადამიანები მოვიდნენ პოლიტიკაში. და აქ გეუბნება ფულები ებრძვის ერთმანეთს. ეს რაშვილის იმის ფული, აქიან თურქების აგენტი, მისი აგენტია. ეს არის რაღაცა უბედურება. გაიგე? და რეალურად თუ ვინმე პოულობს ან გარედან მოდის, როგორც მივხვდი, თქვენ დემოკრატიზაცია გინდათ და ქვემოდან დემოკრატიზაცია. მე მინდა, რა თქმა უნდა, საერთოდ მე ის კი არ მინდა რაღაც ის კი არ მაქვს რაღაც ამისი მანია. მაგრამ მე მინდა რომ რაღაცა საზოგადოება იყოს სამართლიანი და ნორმალური. გაიგე? ვერ იქნება. კიდე გეტყვით რატომ ვერ იქნება და ამით დავჭი. კიდე ბოლოს სიტყვა თქვით, მაგრამ ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის შემდეგ სამართლიანი სისტემა არ გვიშენებია. ჩვენ ვაწარმოეთ უსამართლო სისტემაზე. დღეს ამის შედეგია ყველა ის პირველი პრივატიზაცია, ბენდუქიძის პრივატიზაცია, ყველაფერი არის დღეს მოიყარა თავი. ყავს ესეთი. ხო და ეხლა აი მეორე მომენტია შენ სოციალური ჭრილი რო გააკეთო იმ ხალხის ვინც უკმაყოფილოა. იგი ბევრად არ არის იქ არ შეიძლება ეს ერთნაირად ყურა. იქ ბევრი სხვა მიზეზები ამ სოციალურ პროტესტს. სამწუხაროდ დრო ამოგვეწორა. მადლობა. უღმესი მადლობა პირველ რიგში. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო გადაცემა. იყო განსხვავებული აზრების რაღაცა. შევეცადე რომ დამეჭირა ლიბერალების პოზიციას და ისე დამენახა რაღაც სამყარო. დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, აუცილებლად გიპასუხებთ. გვიყურეთ, მოვა შეხვედრამდე.